მოგესალმებით, გიბრუნდებით, მოკლედ ეთერში და როგორც უკვე დაგიანოსეთ, ამ ნაწილში გვეყოლება სტუმრად ლევან კალანდაძე, საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. ჩვენ ვიცით, რომ კონკურენციის სააგენტოს და მომხმარებლის უფლებების დაცვას მიმართულებით ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, საუბრობთ ხოლმე ყოველ სამშაბათს და დღეს შევაჯამებთ პრინციპში მიმდინარე წელს, მათ შორის საინტერესო კონკურენციის სააგენტოსთვის როგორი იყო მიმდინარე წელი. ბატონ ლევან, მოგესალმებით, ნოდა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მუდმივი ინტერესისთვის, რომელსაც ყოველთვის გძნობთ თქვენგან და თქვენ სამსახურში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის აქტუალურია ის თემები და ის კითხვები, რომელსაც თქვენ სვამთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სწორედ თქვენს ამ ზოგადად თანამშრომლობისთვის და ჩვენ ერთად ძალიან ბევრ პროდუქტიულ ინფორმაციას ვაწვდით ხოლმე მომხმარებლებს, მათ შორის თავიანთ უფლებების შესახებ. ბატონო ლევან, პრინციპში მოდი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, მინდა რომ სხვა მიმართულებებს შევეხოთ, მათ შორის მიმდინარე წელს როგორც ვიცით, უკვე დასრულდა სააგენტოს მიერ ორი მოკვლევა, ეგრეთ წოდებულ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან დაკავშირებით, ხო კომპანიის მხრიდან. საინტერესო ამაზე რომ ვისაუბროთ, რა მიმართულებით, რა ინდუსტრიებში იყო და რა დასკვნები ასე ვთქვათ გამო. თავიდანვე აღნიშნა ნოდა რომ 2024 იყო საკმაოდ დატვირთული და ძალიან აქტიური კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის. შენ ერთის მხრივ აღნიშნე მოკვლევები და ის მონიტორინგები, რომელიც კონკურენციის სააგენტოში ხორციელდებოდა. მართლაც ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი მოკვლევა დასრულდა. ერთი ეხებოდა სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმეს. ამ კეისში მონაწილეობდნენ შპს TNET-ისა და Mastercard ევროპის კომპანიები და არსებობდა გარკვეული სავარაუდო კონკურენციის შემზღუდველი ქმედების შესახებ განაცხადი ამ ორ კომპანიასთან დაკავშირებით. კონკურენციის სააგენტომ საკმაოდ დეტალურად და ხანგრძლივად იკვლია ეს საქმე, თუმცა კონკრეტული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული რისკები, რომელიც პერიოდულად თამდევია ხოლმე ამ სფეროში, გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და კონკურენციის სააგენტო მუდმივ რეჟიმში განახორციელებს მონიტორინგს, რამდენად სრულდება. ანუ ბატონო ლევან, შესაძლებელია კონკურენციის სააგენტოს მანდატშიც რომ აი რისკების პრევენციის ბუნებრივია, ანუ მოკვლევის მიმდინარეობის პროცესში და ზოგადად კანონმდებლობა ესეა საქართველოში მოწყობილი, თვითმიზანი არ არის გამოვავლინოთ მხოლოდ კონკრეტული დარღვევა. მოკვლევის პროცესში თუ რაიმე რისკი, სისტემური რისკი იქნება, სისტემური ხარვეზი იქნება თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფრის იდენტიფიკაცია წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს კონკურენციის სააგენტოსი და შესაბამისად ბაზრის შემდგომი გაჯანსაღების, შემდგომი რისკების თავიდან აცილებისა და დაზღვევის მიზნით კონკურენციის სააგენტო ძალიან ხშირად პრევენციული ხასიათის რეკომენდაციებს გასცემს ხოლმე. ეს იქნება სახელმწიფო უწყებები, კონკრეტული კომპანიები, დარგობრივი ასოციაციები თუ ასე შემდეგ. მეორე სფერო, მეორე მოკვლევა ეხებოდა ეგრეთ წოდებული სოდის ბაზარს, სახში ყველანი მოვიხმართ სოდას და აქ ადგილი ჰქონდა სასაქონლო ნიშნის არამართლზომიერად გამოყენებას. ერთმა მოთამაშემ გამოიყენა მეორე მოთამაშის უკვე კარგად გაპიარებული, მოდი ასე ვთქვათ, კარგად დამახსოვრებადი სასაქონლო ნიშანი და აქედან გამომდინარე კონკურენციის სააგენტო მოკვლევის შედეგად უკვე დაადგინა კონკრეტული სამართალდარღვევა, კონკრეტული ჯარიმაც იყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო 14600 ლარი კონკრეტული ჯარიმა. აი, ჩაგეკითხებით ბატონ ლევან, სასაქონლო ნიშანი, ზოგადად პატენტი, საავტორო ეს ყველაფერი საკპატენტის ბუნებრივია და უქონდა თუ არა იმ კომპანიას სასაქონლო ნიშანი თუ ასე ვთქვათ დაკავებული თუ იცით როგორ იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან შექმნა თავისი პერსონალური სასაქონლო ნიშანი, რომელიც
თითქმის 100%-ით იმეორებდა იმ ელემენტებს, რომელიც ასე ვთქვათ, მასზე უფრო გაპიარებულ და მომხმარებლის ცნობიერებაში დალექილ და კარგად დამახსოვრებულ სასაქონლო ნიშანს უკავშირდებოდა. ეს ეგრეთ წოდებული ხრიკები, მარკეტინგული ხრიკები ძალიან კარგად აღწევდა მიამსგავსო. ხო, მოდით ასე ვთქვათ, ეს ტრენდულია მსოფლიოში და უბრალოდ კონკურენციის და სხვა სახელმწიფო ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ, რომ მიადევნონ თვალყური ამ თემას, რომ ერთის მხრივ შეცდომაში არ იქნა შეყვანილი მომხმარებელი და მეორეს მხრივ არ დაზარალდეს კონკრეტული მეწარმე. კონკურენციის სააგენტოში ამ ეტაპზე არის აქტიური 4 მოკვლევა, ერთი უკავშირდება ავტობაზრობის საქმეს, ეს არის რუსთავის ავტობაზრობის საკითხი და აქ საუბარია კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ არამართლზომიერი ფასის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, არის ფარმაცევტული ბაზრის кейსი, მოგეხსენებათ გახსოვთ ალბათ თემები დაკავშირებული ეგრეთ წოდებული მტაცებლური ფასების და 300 და 300-ზე მეტ პროცენტიანი მოგების მარჟის დაფიქსირებასთან დაკავშირებით პროაქტიულად მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა. გარკვეული ასე ვთქვათ დასკვნები 2025-ში გვექნება. ბათუმში თევზის ვაჭრობის თემა დაკავშირებულია ბათუმის თევზის ბაზართან და აქაც პროაქტიული კვლევები მიმდინარეობს და ელექტრონულ ვაჭრობის ბაზარზე არსებული სიტუაციები. ანუ ამ თვალსაზრისით კონკურენციის სააგენტო საკმაოდ აქტიურია მონიტორინგები, საკითხები დაკავშირებული მუდმივ რეჟიმში მონიტორინგთან და გარდა ამისა ძალიან აქტიურია კონკურენციის და იყო 24-შიც და შემდგომ 25-შიც იგეგმება ძალიან დიდი აქტივობები დაკავშირებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ გრძელი და საკმაოდ წარმატებული გზა ევრო რეგულაციებთან დაახლოებისა და ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სადღაც 75-დან 85%-მდე გაიზარდა ქართული კონკურენციისა და მოხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან. ეს ძალიან კარგი მიღწევა, ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს ამ თვალსაზრისით, როგორც ევროსტრუქტურები, ისე ევროკავშირის ექსპერტები აღიარებენ ამას და ვთვლით, რომ ეს ტენდენცია გასაგრძელებელია. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ გასაკეთებელი ევროკავშირის სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ ტემპებს რასაც უყურებთ, მათ შორის ჯილდოებს, რაც ჰქონდა კონკურენციის სააგენტოს ამის ნათელი. საკმაოდ უპრეცედენტო იყო პირველად კონკურენციის სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს სექტემბერში მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის ჯილდო სწორედ მომხმარებლის უფლებების კუთხით გაწეული საქმიანობის თვალსაზრისით. პრაქტიკულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპონენტი ბოლო 2 წელია, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით, ძალიან აქტიურად აშუქებთ ხოლმე ამ თემებს. ბოლო 2 წელია დაემატა კონკურენციის სააგენტოს, ჩვენ შევიმუშავეთ როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. წელს მიღებული იქნა 2 გაიდლაინი, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება თავად ბიზნესაც და მომხმარებლებსაც მაქსიმალურად იყოს ადამიანის სამომხმარებლო უფლება კარგად რეალიზებული და დაცული და ამავდროულად კონკურენციის სააგენტოს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცედურებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიუროკრატიული ნაწილი იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და მორგებული ერთის მხრივ ბიზნესის და მეორეს მხრივ მომხმარებლის ინტერესებს. სხვა შორის ბატონო ლევან, ზუსტად თუნდაც ჰარმონიზაციის ნაწილში ერთის მომხმარებლის უფლებების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი
ეს ევროავშირში ზოგადად ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. გარდა ამისა იყო სხვა პოლიტიკებიც, ხო, წლების განმავლობაში რასაც ატარებდა კონკურენციის აგენტო, ეგრეთ წოდებული ანტიდამპინგური მიმართულებაც ამის ნათელი გამოვლინებაა. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, ძალიან საინტერესოა მიმდინარე წელს დემპინგის კუთხით თუ აწარმოებდა კონკურენციის სააგენტო მოკვლევას და თუ გამოვლინდა ესეთი დემპინგური кейსი, ასე უწოდოთ, როდესაც თვითღირებულებას დავალფასად, ასე ვთქვათ, ყიდდა გარკვეული კომპანიები ამა თუ იმ პროდუქტს. ორი მიმართულება მეც დავამატებ დემპინგთან, დემპინგის გარდა დემპინგი და მერჯერები, ეგრეთ წოდებული შერწყმების კონტროლი. ეს არის ის, მოდი ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ახალი მიმართულებები, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე კონკურენციის სააგენტოს დაემატა. ეს იყო სწორედ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი დამატებითი ვალდებულებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სამართლებრივი ბაზა მოწესრიგდა და დაუახლოვდა ევროკავშირის ანალოგიებს. დიახ, განხორციელდა დასრულდა უკვე ერთი კონკრეტული кейსი, რომელიც უკავშირდებოდა თამბაქოს ბაზარზე არსებულ შესაძლო დარღვევას ანტიდემპინგური რეგულაციის კუთხით, ანუ არსებობდა გარკვეული მოსაზრება და გარკვეული ეჭვი, გარკვეული განცხადების საფუძველზე, რომ შესაძლებელია დარღვეულიყო დემპინგური ფასით ადგილობრივი მომხმარებლის თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ინტერესი. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ამ кейსში და საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გარკვეული გადაწყვეტილება და ამ თვალსაზრისით პრობლემა დემპინგური ფასით პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით მოხსნილია. მიმდინარე кейსი გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ცოტა რთულიც ამავდროულად, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებული არმატურის ბაზარს, ადგილობრივი მეწარმეების განაცხადის საფუძველზეა და შესაძლო დარღვევის მიმართულება ეხება ირანის და რუსეთის ბაზრიდან იმპორტირებული არმატურის დემპინგური ფასით გაყიდვის შესაძლო შემთხვევებს. ახლა მოგეხსენებათ, ირანის ამ თვალსაზრისით და რუსეთის საკმაოდ რთული ბაზარია ინფორმაციის მოწოდების დამუშავების კუთხით, თუმცა 2025-ში ეს кейსი დიდი ალბათობით დასრულდება და კონკურენციის სააგენტო კომპეტენტურ დასკვნას უკვე კონკრეტული ინფორმაციების წყაროებზე, კონკრეტული ანალიზების საფუძველზე დადებს და შესაბამის გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, საჯარო, როგორც აქამდე იყო. მიმდინარე მონიტორინგი ამ თვალსაზრისით ანტიდემპინგური დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და ნახოთ, მოდი დავალოდოთ კონკრეტული ძალიან საინტერესო იქნება ამაზე. არ მინდა თქვა, მთავარია, რომ ძალიან ისეთი სენსიტიურ თემებს ეხება, სენსიტიურ ბაზრებზე ირანსა და რუსეთს. აბსოლუტურად გეთანხმებით. ზოგადად აი ანტიდამპინგური პოლიტიკა, დამპინგი, მისი მოკვლევა, შემდგომში გადაწყვეტილების მიღება, ეს ძალიან ვრცელი თემაა და მე მგონი რთულია ნოდარ ამავდროულად. და ცალკე გადაცემა სჭირდება ერთი დიდი მეგონი ამას. ბუნებრივია, ჭირდება, მაგრამ ერთიც არის. გარდა იმისა, რომ არის საკმაოდ რთული და საკმაოდ შრომატევადი და ყველაფრის მომცველი, არის ძალიან ფაქიზი თემა. იმიტომ რომ ჩვენ შესაძლო ჩვენმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია შეცდომის შემთხვევაში იმდენად დააზარალოს და დააზიანოს ბიზნესი, რომ გამოუსწორებელი ფინანსური ზიანი მიადგეს. ასე რომ თავად ბიზნეს და ინდუსტრიის ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღებაში. ყველა შესაძლო წყარო ინფორმაციისა უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ყველა მხარეს უნდა მიიღოს მაქსიმალური კონკრეტულ ქვეყანაში რა ფასი. ბუნებრივია, როცა ვსაუბრობდი აზერბაიჯანიდან ინფორმაციის მიღებაზე წინა პერიოდში ჰქონდა თურქეთი და ასე შემდეგ, ჩვენ პროაქტიულად მუშაობდით იმ ბაზარზე არსებულ ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია მოძიებული, საკონტროლო შესყიდვების, ბაზრის ანალიზის, საფასო პოლიტიკის, ტენდენციების, არა
მხოლოდ კონკრეტულ დროს დაფიქსირებული ფასის, არამედ საფასო ტენდენციები, რომ აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იძლევა იმის საფუძველს, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული იქნას. კი ბატონო, მინდა ასე ვისაუბროთ უკვე ბოლოსკენ ბუნებრივი მომხმარებლების დაცვასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ. თქვენ ახსენეთ პრინციპში გაიდლაინები ეგრეთ წოდებული, რაც მიმდინარე წელსაც დაინერგა მათ შორის თქვენი მხრიდან და თავარი ალბათ რაც საინტერესოა ზოგადად რამდენად იზრდება მომართვიანობა. თან მე უკვე ვიცი რომ ელექტრონული კომერციის მიმართულებით მომართვიანობა არის ძალიან დიდი და ესეც ბუნებრივია, რადგან ფაქტობრივად ხა იმდენი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა ქართულ ბაზარზე, ხო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ბჭყალში დაიყოლია, რომ ასე ვთქვათ, მიიღოს ის მომსახურება ჩინურ კომპანიებზე მათ შორის და შესაბამისად გარკვეული გამოწვევები მომხმარებელს აქვს, თუნდაც ლოჯისტიკურად მიწოდების. მოკლედ ბევრი ასე ვთქვათ შემთხვევა. საინტერესოა თუ ხვდებიან უკვე ადამიანები რეალურად რომ არსებობს კონკურენციის სააგენტოში ეს მიმართულება, რომელიც მათ უფლებების მიმართულებით მუშაობს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რამდენად ასე ვთქვათ ტენდენცია მომართვიანობის გაზრდილია, თუნდაც ძალიან არის გაზრდილი და ამაში ძალიან დიდი როლი და ძალიან დიდი დამსახურება ჩვენ პარტნიორ მედიას აქვს პრაქტიკულად მედიის მხარდაჭერის გარეშე კონკურენციის სააგენტო ძალიან გაუჭირდებოდა სწორად კომპეტენტური სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და არის გარკვეულწილად ის თემაც რომ რამდენიმე გახმაურებული მსხვილი кейსის შესახებ ინფორმაცია ელვისის სწრაფით ვრცელდება და მოდი ასე ვთქვათ, კმაყოფილი მომხმარებელი თავისთავად არის ინფორმაციის მატარებელი და ინფორმაციის გამვრცელებელი და პრაქტიკულად ეს რამდენ ბოლო 3 წელიწადში მომხმარებელთა უფლებების შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაგრამ ამავდროულად არა მხოლოდ რაოდენობრივი სტატისტიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებლები. ჩვენ როცა საუბრობდით საწყის ეტაპზე, რომ უამრავი ინფორმაცია შემოდიოდა, უამრავი განაცხადი შემოდიოდა, დღესდღეობით შემოსული განაცხადების რაოდენობა ხარისხობრივად არის გაზრდილი. ანუ თავად მომხმარებლებმაც უკვე ისწავლეს და მნიშვნელოვნად ამაღლდა მათი კვალიფიკაციისა და ინფორმირებულობის ხარისხი, რაზე უნდა გააკეთონ განაცხადი და მოდით ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა პრეტენზია კონკურენციის სააგენტოში უკვე აღარ მოდის, ან მოდის უკვე მეტნაკლებად გაფილტრული და მეტნაკლებად კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განაცხადები. 2024-ში თითქმის 1000 განაცხადი შემოვიდა, საკმაოდ დიდი რაოდენობა. ხა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეულ кейსის უკან დგას საკმაოდ შრომატევადი ინფორმაცია კონკრეტული მოკვლევის განხორციელების, კონკრეტულ მეწარმესთან, კონკრეტულ მომხმარებელთან ურთიერთობით, წარმოუდგენლად დიდი სამუშაო აწევს კონკურენციის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს. პირობითი ვალდებულებები 131 შემთხვევაში გაფორმდა, ანუ ეს არის ვალდებულება, როცა მეწარმე სუბიექტი მომხმარებლის უფლების დამრღვევი მეწარმე სუბიექტი აცნობიერებს მის მოდი ასე ვთქვათ მარტივად ვთქვათ არა სამართლიან ქმედებას, არა სწორ ქმედებას, არა სრულფასოვან ქმედებას და იღებს ვალდებულებას, გარკვეულ პირობით ვალდებულებას, რომ აღიარების სანაცვლოდ გამოასწოროს ეს ყველაფერი და კონკურენციის სააგენტომ ანუ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები მის მიმართ არ გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ და თვითმიზანი არ არის დაჯარიმება და ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონი ამ თვალსაზრისით არის ძალიან კარგი. პირველივე ჯერზე ჯარიმას არ ითვალისწინებს და ეს არის ძალიან წარმატებული პროგრესისტული მიდგომა, პარტნიორული მიდგომაც გარკვეულწილად ბიზნესთან მიმართებაში, რათა ბიზნესი და გულწრფელი რო ვიყო, აი ბოლო ეს 3 წელიწადში ესეთ ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა არის კეთილსინდისიერი და ბიზნესი თავად არის დაინტერესებული, რომ მისი ურთიერთობა მომხმარებელთან იყოს კანონთან სრულ შესაბამისობაში. ასე რომ კანონმდებლობაც იძლევა ამის საშუალებას, რომ მაგის ბიზნეს ინტერესს უნდა იყოს. კმაყოფილი მომხმარებელი, ელემენტარული აქედან აბსოლუტურად
უდიდეს ნაწილს კეთილსინთეზიერი ბიზნესებისას აქვს გააზრებული, რომ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა სწორედ ამ მიზანზე არის მორგებული, მაგრამ ერთია, კი, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ кейსების აბსოლუტური უმრავლესობა 70% მოდის ელექტრონულ კომერციაზე, ასე ვთქვათ, ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, არ ვიცი ეს ხარვეზი დავარქვათ თუ უბრალოდ სტატისტიკური de facto თუ რომ 85% ამ ყველა განაცხადის არის თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობა და ცნობიერება მომხმარებლებისა ძალიან გაზრდილია, რეგიონებში ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენი ასე ვთქვათ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მეშვეობით გვაქვს რაღაც გარკვეული პროგრამები. იმედია შემდგომ წლებშიც საკმაოდ პროაქტიურები ვიქნებით ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები და დაახლოებით რეგიონებიც არიან რეალურად. მით უმეტეს ახლა ელექტრონულ კომერციას საზღვარი არ აქვს და ასე რომ ყველა მომხმარებლის უფლება უნდა იყოს რეალიზებული და ყველა მომხმარებლის ხმა მოტანილი ცენტრამდე იმისთვის რომ ჩხოროწყუშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც, მესტიაშიც და თბილისშიც თანაბარი წვდომა იყოს მომხმარებლის სამომხმარებლო უფლებაზე, რომელიც კანონით დღეს უკვე კარგად არის გარანტირებული. აღნიშნეთ, თავარი არის შედეგი და შედეგი არის ზუსტად ის, რომ შედეგი არის კმაყოფილი მომხმარებელი. სხვადასხვა ბატონებად მე ვაკვირდებოდი ელექტრონულ კომერციაზე ჩამოვარდა საუბარი და ვაკვირდებოდი სხვა ჯგუფებში, თუნდაც გამოწერილ ნივთებთან დაკავშირებით პრეტენზიებს და ძალიან დიდი ნაწილი უკვე არის მათ შორის რეგიონებიდან, რომ აი რეგიონში ვარ, გამოვიწერე, არ ჩამოვიდა, მაგრამ მიწერს რომ ჩამოვიდა, დაიკარგა ნივთი, მაინც გადავიხარ, ესეთ кейსები და ბევრი კითხვა ქონდა ხოლმე ამ ხალხს, რომ რა გავაკეთო ეხა, ვის მიმართო, როგორ დავუკავშირდები, კომპანიას უკავშირდები, არ პასუხობს და ასე შემდეგ და ნუ სადაბდეს დრო მქონდა, მოკლედ ყველგან დაუწერე. ბუნებრივია. კონკურენციის სააგენტო. ხო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომავალში გავაგრძელებთ საკმაოდ აქტიური კომუნიკაციას მომხმარებელთან და მათთვის იმ პლატფორმების შეთავაზებას, ცხელი ხაზი იქნება ელექტრონული საიტი იქნება თუ ასე შემდეგ, თუ პირადი კომუნიკაცია, ხა მაგალითად აჭარაში ამას მეტნაკლებად ვახერხებთ, იმიტომ რომ კონკურენციის სააგენტოს აჭარაში წარმომადგენელი ყავს. სხვა რეგიონებში არა გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული გასვლითი ესენი შეხვედრები, ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ პროაქტიული კომუნიკაცია სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში, რათა ახალგაზრდება, რომლებიც უფრო მეტად არიან ელექტრონული კომერციის მომხმარებლები, რაღაც გარკვეული უნარები და თვისებები ჩამოიყალიბონ და გამოიმუშაონ იმ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებში, რომლებიც მომავალში შესაძლებელია მათი სამომხმარებლო უფლებების დაცვაში მათივე პარტნიორები იყვნენ. კი ბატონო, თან ახალგაზრდებს ერთ საინტერესო ამბავი ისაა, რომ ზოგადად ახალგაზრდების ინფორმირებულობა სხვა თანაბარ პირობებში იწვევს ხოლმე მათი ოჯახის წევრების ინფორმირებასა და ვირუსულად გადამდებიან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნოდა პირიქით თქვენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი და თქვენი პარტნიორების გარეშე, მედიის გარეშე, ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა კონკურენციის სააგენტოს. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, ძალიან მადლიერები. შემიძლია გითხრათ თავად იმ მომხმარებლების სახელით, რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის და მომხმარებლებისთვის, პრაქტიკულად შეუფასებელია და შეუცვლელია და იმედი მაქვს ასეც გავაგრძელებთ, გილოცავთ წინასწარ დამდეგ ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს მსმენელებს, ისურვებთ მშვიდობას და სტაბილურ ქვეყანას, სტაბილურ მშვიდ ქვეყანას, განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყანას და ჩვენ დარწმუნებული ვარ მივაღწევთ იმ კონკრეტულ მიზნებს, რასაც საბოლოო ჯამში მდიდარი წელში გამართული ქართული საზოგადოება და ქართული ბიზნესი ქვია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეც ასევე მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ლევან კალანდაძე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.